ბავშვი, როდესაც გახდა ცუდად, პირველი არხის ეთერში და წაიქცა და ყურადღება არ მიექცა დროულად და გონება დაკარგა. რაღაცნაირად ძალიან გაკვირებულები დავრჩით. თუმცა წესით ჩვენ გარშემო იმდენი ესეთი რაღაც ხდება, რომ არ უნდა ყოფილიყავით ასეთი ძალიან გაკვირვებულებიც. და მოგიყვებით ჩემი ბავშვობის მაგალითს, ვსწავლობდი უსინათლოთა სკოლაში, სადაც 40-50 ბავშვი არის სულ, ანუ პირველიდან მაშინ 0 კლასიც იყო, მე 12-ში ჩათვლით. და სადაც როგორც ამბობდნენ, ყველა უნდა ყოფილიყავით როგორც ერთი ოჯახი. თუმცა რა თქმა უნდა ხდებოდა ბავშვებს შორის ჯახები, დაპირისპირებები. მათ შორის მეც დამჯახებია რამდენჯერმე, ჩემზე უფროსი ბიჭები. ცხრშიც მომხვედრია და ამაზე მე ყოველთვის დედაჩემს ვეუბნებოდი, იმიტომ რომ ვიყავი უმცროს კლასელი და ძალიან კარგად ხვდებოდი, რომ მე მარტო, ან ჩვენ შორის ძალები არ იყო თანაბარი და შესაბამისად, როცა გეუბნებიან, რომ შენით უნდა მოაგვარო პრობლემები, პატარა ბავშვს როცა ამას ეუბნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მას წირავ უთანასწორო ბრძოლაში ჩაგვისთვის. და დედაჩემისთვის სკოლის დირექციას პასუხი და მასწავლებლებს ყოველთვის ჰქონდათ ის, რომ იცით, აქ ბავშვები ვერ ხედავენ. ეს არ იყო მთლად სიმართლე, იმიტომ რომ ზოგნი უფრო უსინათლოები ვიყავით, ვიდრე სხვები. ნამდვილად, ზოგიერთ ბავშვს ჰქონდა უფრო მეტი ინარჩენი მხედველობა, ვიდრე მაგალითად მე ასევე კლასებში ვიყავით, ანუ ერთმანეთზე დიდი და პატარა ბავშვები, ანუ ერთი ასაკისები არ ვიყავით. და დამერწმუნეთ, როცა ხარ მეორე კლასში და მეორე კლასში ყავს 11 წლის ბავშვი, მესამე კლასში ყავს 12-13 წლის კლასელი, ან 9-8 და 12-13 წლის ბავშვს შორის ძალიან დიდი სხვაობაა ამ ასაკში. და ის რამდენიმე წელი ნამდვილად ქმნის ამ სხვაობას. წესით ამ სკოლაში ეს პასუხი მინიმუმ უნდა ყოფილიყო, რომ თუ ყველა უსინათლო ვართ, ყველას უნდა გვჭეროდა ხელჯოხი და უნდა მოვფრთხილებოდით ერთმანეთს. თუმცა და არ უნდა გვერბინა ესე გიჟებივით, თუმცა ეს არ იყო ხოლმე. ამას გარდა იყო კიდევ ერთხელ ვიმეფენო პირდაპირ დაპირისპირებებიც და ერთ-ერთი ესეთი დაპირისპირება წინა გაკვეთილიდან გადმოვიდა ფიზკულტურის გაკვეთილზეც, სადაც ეს ბიჭები თამაშობდნენ ბურთით და ეს ბურთი მოუხდა თავში. ერთხელ შუბლში და მეორედ, როდესაც მე ეს მასწავლებელს ვუთხარი, მასწავლებელმა უბრალოდ გაატარა, ყურადღება არ მომაქცია. შენეგ როცა მე ამაზე უკვე ავჭიჭინდი, ავყვირდი, არ ვიცი, ავწუწუნდი, ავყუყუნდი, მან მე აქეთ გამომლაძღა და კლასიდან გამომაგდო. შემდეგ არ მახსოვს, ალბათ ისევ ჩემი ქცევით აღშფოთებულები ვიღაცები, რომ ესე იგი რახან მასწავლებელმა კლასიდან გამოგაგდო, ესე იგი რაღაც დააშავე. მიმიყვანეს დირექტორთან, სადაც მე ეს სიტუაცია მოვყევი. და ნუ დედაჩემიც უკვე დედაჩემსაც შეატყობინეს, მან ეს როცა გაიგო, მოითხოვა, რომ მე ფიზკულტურაზე აღარ შევსულიყავი. იმიტომ რომ იქ ისევ დაიწყო თავის მართლება მასწავლებელმა, რომ ეს კონფლიქტი დაიწყო ჯერ კიდევ წინა გაკვეთილიდან. რა მნიშვნელობა აქვს ბავშვს თავში მოხვდა ბურთი. თან არაერთხელ. და მოკლედ ასეც დაალაგდა, რომ მე მე-10 კლასამდე არ მივლი, ანუ მე-5-დან სადღაც მე-10 კლასამდე არ მივლია ფიზკულტურაზე. დავდიოდი ამის ნაცვლად სამკურნალო ფიზკულტურაზე და ზოგადად კიდევ ერთი რამე მინდა გავიხსენო, რომ როგორ აი ძალიან ისე ტარდებოდა ინფორმატიკის თუნდაც კულინარიის გაკვეთილები, წარმოიდგინეთ კულინარიის გაკვეთილებზე ვწერდით რეცეპტებს, რომლებსაც აი ცხოვრებაში ვერასდროს ვერ გავაკეთებდით და მე მასწავლებელმა დამაბრალა, იქ ვაკეთებდით კიდევ ჯაგრისებს, იმიტომ რომ წლების წინ უსინათლოები უკვე ანუ საქმდებოდნენ ჯაგრისების კეთებაზე. საწარმოებში რა, როცა სკოლას ამთავრებდნენ და საწარმოები გაკოტრდა, მაგრამ ჯაგრისების კეთება სკოლაში მაინც გვასწავლდნენ. და ამ რეცეპტების წერას, გოგოებს რეცეპტებს აწერინებდნენ და ბიჭებს ჯაგრისებს ძირითადად. მე ნამდვილად მერჩინა ჯაგრისის კეთება. მაგრამ რამდენიმეჯერ მავთული ზედმეტად გადავხარე, ანუ 11 წლის ბავშვი ვიყავი, მე-5 კლასელი. და ანუ ეს მავთული გაწყდა. კიდევ იქ იატაკი, ანუ პარკეტი იყო უკვე ამოყრილი, ძალიან ძველი, გაურემონტებელი და მასწავლებელმა კი მითხრა, რომ ფრთხილად იარეო, მაგრამ ნუ მაინც ხდებოდა ფეხი და 1-2 ამოვაგდე ეს პარკეტიც. და ეს ორი რაღაც მასწავლებელმა მე დამაბრალა, რომ მე ამას ვაკეთებდი სპეციალურად. აი რა და პასიურ აგრესიული არასდროს არ ყოფილა. თუ რამე არ მომწონდა, ყოველთვის ვამოვდი პირდაპირ. ესე რომ აი
მე ჩუმად ვიქნები, მაგრამ თან ჩუმად რაღაცას იაზღურად გაგიკეთებ, არასდროს არ ყოფილა ეგ ადამიანი და შოკში ჩავარდი, როცა გავიგე, რომ თურმე მაბრალებ და რომ ეს სპეციალურად ვაფუჭებდი იმ მავთულებს და თუნდაც იმ იატაკს. ხო, კიდევ არ მოეწონა, როდესაც მე ერთ-ერთი ბავშვის დიაგნოზზე გავაკეთე კომენტარი, რაზეც დაუშვათ შეიძლება, არ ვიცი, შეიძლება არ იყო თვაც სწორი ჩემ მხრიდან დიაგნოზებით ასე დაინტერესება, მაგრამ შეეძლო რომ შესვენების მერე ჩემთვის ესე ეთქვა, მაგრამ მან ეს მიიტანა დედა ჩემამდე ოღონდ ძალიან ისეთი ფორმით, რომ აი შენი შვილი ასეთი ცუდია. მოკლედ მუსიკის ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც იქ აღარ მუშაობს და აღარ არის სკოლაში, აი ვაკვირდებოდი რომ გაკვეთილებზე მე იმდენად არ მამღერებდა, არ მამეცადინებდა და ამეცადინებდა იმ ბავშვებს, მე ამას ვერ დავაკვირდი, რომლების რეპეტიტორიც იყო, რომელსაც ამეცადინებდა კერძოდ. და აი ამ ყველაფერს რო ხედავდი, რა თქმა უნდა, ჩამომიყალიბდა ძალიან დემოტივირებული ვიყავი ესეთი გაკვეთილების მიმართ, როგორც არის შრომა, მუსიკა, ფიზკულტურა, ხელოვნება. აი ეს დრო დავდიოდი, მაგალითად და ჩემიც მეცადინეობდი პიანინოზე, იმიტომ რომ მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი და ვეთხოვებოდი მასწავლებლებს ხან ზრდილობიანადაც, ხან ისე, ხან ასე და ამ დროს ან წიგნებს ვკითხულობდი, ან რაც ქონდა სამეცადინო იმას, იმიტომ რომ სახლში პიანინო არ ქონდა და მაინც სკოლაში უნდა მე მეცადინა მუსიკალური სკოლის დავალებებიც. ასე რომ ეს ყველაფერი ხდება, ხა ვიღაცები იტყვიან, რომ რატო ლანძღავს სკოლას და მე არავის არ ვლანძღავ პირიქით. ჩემი სკოლა, ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება მთლიანობაში, იმიტომ რომ ის იყო რეალური ცხოვრებისთვის მომზადება იმისთვის, რაც დამხვდა უკვე ზრდასრულ ცხოვრებაშიც ის ბრძოლა და მე ვთვლი, რომ ამ ბრძოლამაც მე შემქნა იმ ადამიანად, რა ადამიანიც ვარ და გამომბრძმედა. უბრალოდ მინდა ახსნა ის, რომ ეს ციდან არ ჩამოვარდნილა ეს გულგრილობა, რომ შობელი როცა გარშემო არ ყავს, რომ სხვანაირი დამოკიდებულება არის შენ მიმართ. ეს ყველაფერი, არ საიდან არ მოსულა და მთვარიდან არ ჩამოვარდნილა და იქ უცხოპლანეტელი იმ სტუდიაში არავინ არ ყოფილა. ეს ზოგადი მოცემულობა არის ჩვენ სკოლებში. კიდევ ერთხელ მე ჩემი სკოლა ძალიან ხშირად მესიზმრება, ძალიან ნოსტალგიურადაც და არ არის ეს რაღაცა ბოღმის ნთხევა, ეს არის უბრალოდ ის, რომ რეალობა უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს საიდან რა მოდის და ვცდილობდეთ პრობლემა აღმოფხვრათ ფესვშივე.